შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ქართულ ოცნებას ისევ შეაქვს სრულილებები. მმართველი პარტია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შეზღუდვის შემდეგ ამჯერად მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებას ტროტუარებზე ამკაცრებს. სრულილებების ავტორები ირწმუნებიან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არც ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს უნდა შეექმნან პრობლემები და არც ფეხით მოსიარულეებს. შეზღუდვების მიხედვით ფაქტობრივად იგრძელება სპონტანური შეკრება და პროტესტი, რადგან აქციის გამართვისთვის ნებართვა პოლიციას 5 დღით ადრე უნდა სთხოვონ მოქალაქეებმა. პოლიცია კი მათ შეკრების ადგილს და დროს განუსაზღვრავს. თუ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, პროტესტის მონაწილეებზე იგივე სანქციები ამოქმედდება, რაც სავალი გზის გადაკეტვის შემთხვევაშია გათვალისწინებული. კერძოდ, პირველ ჯერზე 15 ან 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 1 წლამდე ვადით პატიმრობა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პროტესტის შეზღუდვის ეს ფორმა დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ისე უნდა დადგნენ, რომ თუ მათი რაოდენობა იმდენია, მაგალითად თუ 10 ადამიანია, 10 ადამიანმა არ უნდა შექმნას ცოცხალი ჯაჭვი და არ უნდა გადაკეტოს როგორც სავალი გზა, ასევე ტროტუარი, სადაც სხვა ადამიანებს გადაადგილებს საშუალება ჰქონდეთ. ეგრეთ წოდებულ წვრილ ქუჩებში მანიფესტაციას როდესაც ატარებენ და სპეციალურად დადიან ისეთ ქუჩებში, რომ სხვა ადამიანებმა ვერ ტრანსპორტმა და ვერ ხალხმა ვერ გადაადგილებას შესაძლებლობას კი არ ჰქონდეს ელემენტარულად. შენგან საკუთარ სამინისტრო იმას კი არ ეუბნება, რომ აქცია არ ჩაატარებთო. არა, ეუბნება, რომ ჩაატარეთ, კი ბატონო, სხვა ადგილას, სხვა დროს. თუ ამ სავალდებულო შესაძლებლობას მიღებას არ შეასრულებენ, პირები დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას. რატო უნდა გადაკეთოს 50 ადამიანმა ქუჩა, შევთანხმდით, რომ არ უნდა გადაკეთოს. იგივე ეხება თუ კი ეს ავტომობილებით მოძრაობის შემთხვევაში და გზაზე იყო, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეებს. რაც შეეხება წესს, რამდენად ადეკვატურია წესი. რა თქმა უნდა, თუ კი მანქანების მოძრაობის შემთხვევაში ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება, ასევე ფეხით მოსიარულეებს რატო უნდა შევუზღუდოთ ჩვენ და ხელოვნურად შევაფერხოთ მათთვის გადაადგილება A პუნქტიდან B პუნქტამდე. უპირველეს ყოვლისა ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, მათ შორის ჩვენს პრაქტიკასაც, ასე რომ სრულად არის თანხმებში ყველანაირი სტანდარტი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მორიგის შეზღუდვით მმართველი პარტია საპოლიციო რეჟიმად ჩამოყალიბებას ცდილობს. მათივე თქმით, ამ ცვლილებების მიღების შემდეგ ფაქტობრივად კანონით აიკრძალება სპონტანური შეკრება და მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ, როცა სურთ და სადაც გააპროტესტონ ხელისუფლების მიერ მათთვის მიუღებელი ქმედება ან გადაწყვეტილება. ეს კი მათივე შეფასებით არადემოკრატიული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა. მსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მოხდეს საპოლიციო რეჟიმის გამყარება, გამტკიცება. ფაქტიურად სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაუწყება, რაც პრაქტიკულად თავისთავად ეწინააღმდეგება სპონტანური აქციის არსს და შინაარსს. შესაბამისად, ეს კონკრეტული ცვლილებები არ არეგულირებს, ასე ვთქვათ, თავისუფალი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის და მანიფესტაციის შესაძლებლობას, არამედ პირდაპირ ზღუდავს ამ მიმართულებით თავისუფალ და რა თქმა უნდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას. ფაქტია, რომ რეჟიმს აწუხებს რუსთაველის პროტესტი, აწუხებს თუნდაც ერთი ადამიანის აქცია და ახლა ცდილობს, რომ თუნდაც ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აუკრძალოს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ ამ გზის გატარება სურს საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ისინი არიან წინააღმდეგობაში უწყვეტად 1 წელია და აუცილებლად ერთად ყველანი მივაღწევთ იმ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება. ცვლილებათა პაკეტის მიღება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე 8 დეკემბერს გადაწყვიტეს. 9 დეკემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. ამ ცვლილებებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებენ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.